ადამიანებს ვთხოვოთ ხოლმე, რომ ახლა რომ აი თქვენი შვილები რო შეიკრებებიან, ვთხოვთ რომ ისინი ფრანგულ ენაზე არ ასაუბრო და ქართულად ალაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს აიცა ერთ-ერთი მნიშვნელობა, რომ ენა არის ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანი რა ენაზე აზროვნებ, ამას უდიდეს მნიშვნელობა აქვს. და როდესაც აი შეიძლება ეხლა ისედაც მათ ამ გარემო ისეთი აქვს, რომ სკოლაში ყველგან ფრანგულად საუბარი და როცა შეიკრებიან თქვენი შვილები ერთად, იქ მაინც ვთხოვთ რომ არ მიცეთ ამ შეფლება, რომ იქ რო ერთმანეთთან ქართულად ისაუბროთ, იმიტომ რომ ისინი ხომ ერთი ჯიში და ჯილაგის არიან, ერთი წყლის არიან და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ იმენაზე ესაუბრო, რა ენაზეც ადამიანი ღვთისმსახურებას ისმე, რა ენაზეც აი აენა რა არის? ენა არის მეტყველება, ენა არის შენი გრძნობის გადაცემა, ღმერთს ამ ენაზე ესაუბრები და უმნიშვნელოვანესია ეს, რომ ჩვენ შვილებს ეს ქართული ენა არ დაავიწყოთ. ეს არის თქვენზე მშობლებს დამოკიდებული, ძალიან ბევრადაა თქვენს დამოკიდებული, თქვენ როგორ ჩაუნერგავთ მათ ამ ქვეყნის სიყვარულს, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვართ, ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს, ამიტომ ჩვენ არავისი არ უნდა აი ასიმილირდეთ, ანუ აი ჩვენი მეობა და ჩვენი იდენტობა შევინარჩუნოთ. და ეს ენაზე ენის ძალიან ისახება და მართლა გაგახაროთ, დაგლოცოთ და ღვთისკურთხევა, წყალობა, სიკეთე მალე ღმერთმა რომ ჩვენი ლამაზი ქვეყანა დაგვილოცოთ ღმერთმა და ჩვენი სამშობლო დაგვილოცოთ ღმერთმა. გაგახაროთ და დაგლოცოთ ღმერთმა.